ჩემო მეგობრებო, საქართველოსთვის გადამწყვეტი დროა. გადამწყვეტი დროა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რეალური შანსი. კონდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, კონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ამერიკასთან, გავხდეთ ნატოს წევრები. ყველაფერი ეს გადაწყდება იმ პირობებში, როცა ჩვენი მტერი, რომელიც ხელს აპატურებს საქართველოში, ვერ აგვირებს საქართველოს ვერც 1 ოქტომბრის წინ და ვერც 1 ოქტომბრის შემდეგ. იმისათვის რომ გავაგზავნოთ აღმშენებლობა, იმისათვის რომ თითოეულ ქართულმა ოჯახმა ნახოს სარგებელი, იმისათვის რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის დაცული და დაფასებული წევრი. ბევრი გაჭირობაა ჯერ კიდევ. რა თქმა უნდა, ბევრ ქართულ ოჯახში დიდი პრობლემებია. მაგრამ ყველამ ერთად თუ დავიმუშაოთ, რომ ამ ჩვენ პატარა შვილებმა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ რა არის ის, რომ თავის შვილებზე აღარ ქონდეს პრობლემა ლუკბაპურის, სკოლაში გაშვების, კარგი განათლების მიღების, ჯანდაცვის, პერსპექტივის და მომავლის და დაცულობის. სანამ ყველა გურული არ იგრძნობს, რომ ის არის ბატონ-პატრონი არამხოლოდ რეგიონის, ქვეყნის, ცხოვრების და მას აქვს კარგი მომავალი და მას აქვს კარგი აწყო. სანამ ამას არ მივახცევთ, იცოდეთ, რომ ჩემზე დიდი გურული არავინ არ იქნება ამ ქვეყანაზე. ჩვენ ყავს ძალიან მაგარი გუნდი აქ და მე ერთი რამ მინდა იცოდეთ, ეს გუნდი არ დაგაღალატებთ. ეს იუსტიციის სახლი, ეს მოედანი, ეს თეატრი, რომლის განახლებას ვიწყებთ, ჩვენი ქუჩები, ჩვენი ახალი ურეკი, ჩვენი ახალი ბახმარო, ეს მხოლოდ დასაწყისია. აი ხა გუში რო ჩამოვიყვანი ამ ხელა ქვეყნის საგარეო მინისტრი. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი წლის წინ ვერ ჩამოვიყვანდი, მინდოდა მანე ვერ ჩამოვიყვანდი. არაფერი არ იყო ჯერ აქ ისეთ საჩვენებელი. და აწი ერთ წელიწადში ყველა დელეგაციას, ყველა უცხოურ ლიდერს, როგორც აქამდე დაყოდა ბათუმში, თბილისში, ჩვენთან კახეთში, ყველას ჩამოვიყვანთ აქ. იმიტომ რომ აქ იქნება ძალიან მაგარი ადგილი საქართველოს და მსოფლიოს დასანახად. დღეს მთელი საქართველო არის ფერხულში ჩამული ესტაფეტის. ჩვენ მიგვათრევენ წარსულში. მაგრამ წარსულში ჩვენ აღარ წავალთ. ძალიან მაგარი ახალგაზრდობაა გურიაში. და ძმებო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისწავლოთ, განვითარდეთ, ცხოვრებაში მიაღწიოთ ყველაფერს და ყველას დაანახოთ, რა მაგარი გენი გვაქვს, რა მაგარი ხალხი ვართ და რა მაგარი სასწავლების მოხდენა შეგვიძლია ყველას ერთად. დიდი მადლობა.